მოგესალმებით. დღეს მინდა ერთად დავამსხვრიოთ ერთ-ერთი გავრცელებული მითი. თითქოს 2 წლამდე ბავშვს არ უნდა გავაცნოთ მეორე ენა, რადგან ამან შესაძლოა მის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედოს. მინდა გითხრათ, ეს უბრალოდ არასწორია და ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ გახლავთ. ამას ადასტურებს კვლევები, თანამედროვე მეცნიერება და ნეირომეცნიერება. კვლევები გვიჩვენებს, რომ განსაკუთრებით 0-დან 3 წლამდე ასაკში ბავშვებს საოცარი უნარი აქვთ. ისინი შესანიშნავად ითვისებენ რამდენიმე ენას ერთდროულად, თუ ეს ენები ბუნებრივად თბილ გარემოში ისმის მათ გარშემო. მოდი დავიწყოთ თავიდან. ბავშვის ტვინი დაბადებისთანავე იწყებს ენის დამუშავებას, ჯერ მხოლოდ ბგერების დონეზე. ის სმენით ითვისებს თითოეული ენის ჟღერადობას, ტემბრს, ინტონაციას, რიტმს და რაც მეტ ენას ისმენს, მით უფრო ფართოდ ვითარდება მისი ენობრივი და აუდიტორული სისტემა. კვლევებმა აჩვენა, რომ მრავალენოვან გარემოში გაზრდილ ბავშვებს ხშირად უკეთ უვითარდებათ გონებრივი მოქნილობა, ყურადღების კონცენტრაცია, პრობლემის გადაჭრის უნარი, ემპათია და კულტურული მგრძნობელობა. ეს იმიტომ, რომ მათი ტვინი ვარჯიშობს, როცა სწავლობს, როგორ გადაერთოს ერთი ენიდან მეორეზე. ასე რომ, თუ თქვენს ოჯახში 2 ან მეტი ენა ისმის, ეს ბავშვისთვის უზარმაზარი ბონუსია და არა დაბრკოლება. ხშირად ვისმენთ მოსაზრებას, ის ხომ ჩვილია, ჯერ ვერ გაიგებს, რას ვესაუბრებით, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ბავშვის ტვინი ყველაფერს ისრუტავს, იმახსოვრებს და მოგვიანებით დაგვანახებს შესაბამის შედეგს. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარასთან კომუნიკაციისას, არის ეგრეთ წოდებული parent-tease. ეს არის ნაზი, მკაფიო, ნელი საუბარი ბავშვთან შედარებით მაღალი ტემბრის გამოყენებით და დიდი ემოციური ჩართულობით. ასე ბევრად უადვილდება პატარა სიტყვების აღქმა და ენის სტრუქტურის გაშიფრვა. გახსოვდეთ, ბავშვის ტვინი არ იბნევა, როცა მას ბუნებრივ და თბილ გარემოში სთავაზობთ ერთზე მეტ ენას. პირიქით, ის ძლიერდება, სწავლობს და ფრთებს ისხამს. და ბოლოს მინდა დაგიტოვოთ ეს სიტყვები. ენა ეს არ არის მხოლოდ კომუნიკაცია, ეს არის გზა, რომლითაც ბავშვი ეცნობა სამყაროს. და რაც მეტი ენა იცის, მით მეტი ფანჯარა იღება მსოფლიოსკენ. მადლობა, რომ გვიყურეთ.